აბა მეგობრებო, კეთილი იყოს ჩემი ლაივში გამოჩენა და თქვენი მობრძანებაც ახლა ვინც შემომიერთდებით. ცოტა ხანი დაგელოდებით, როგორც ყოველთვის ადრე დავიწყე ლაივი, როგორც ყოველთვის და გელოდებით, აბა და დავიწყებთ. გადავალთ თემაზე. როგორც კი გამოჩნდება მაყურებლები, აი, ვხედავ უკვე. მოდი დამიწერეთ პირველ რიგში, კურსასმენები არ მიკეთია, ამიტომ უკავშირი მომეცით, როგორ ისმის ხმა და ხო არ ავუციო ცოტა ხმას, ან იქნებ კურსასმენები გავიკეთო, ეს იყოს საჭირო. მოკლედ, დღეს არის ჩვენი დაგეგმილი შეხვედრა, გუშინ დავგეგმე, რომ დღეს ცოტა მქონდა ლაივი ჩართვა და მეცაც გეტყვით, რომ დღეიდან გახსნილად ვაცხადებ ეს ვთქვათ სეზონს, დატვირთულ სეზონს, რომელიც იქნება სხვადასხვა აქტივობები ჩემს გვერდზე და აქტიური ლაივები და ვიდეოები სხვადასხვა თემებზე, რომლებსაც თქვენ მე შემომთავაზებთ და ასე რომ იაქტიურეთ, თვალი ადევნეთ, კითხვები გამომიგზავნეთ და ასე შემდეგ. ვინც მე არ მიცნობთ, იმიტომ რომ დაახლოებით 2 თვე არ გამოვჩენი ვარ, მე ვარ ფსიქოლოგი ანა კვანტრიშვილი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკური არტ-თერაპევტი და ეს არის ჩემი გვერდი და სხვადასხვა თემებზე ადამიანებს ვესაუბრები, ვაწოდებ ინფორმაციებს, პასუხობ შეკითხვებს, წერ ვიდეოებს სხვადასხვა თემებზე, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს ვიდეოებს, ბევრი ვიდეოა და დღეს არის ერთ-ერთი მორიგი ჩვენი შეხვედრა. მოკლედ, ეხლა გაგაცნობთ მე თქვენ თემას, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. 2 თემა ავარჩიე, თემები ავარჩიე იქიდან გამომდინარე, რა კითხვებიც იყო და რაღაც საკითხებიც დაგროვდა და ჩავთვალე საჭიროდ, რომ აი ეს 2 თემა ამერჩია დღეს. ეს არის მანიპულაციებზე, ანუ საკითხი ეხება მანიპულატორ ადამიანებს, ამაზე ვისაუბრებ და ეჭვიანობაზე, ხო? ცოტა შევეხები ასევე ეჭვიან ადამიანებზე. მოდი დამიწერეთ რა, როგორ ისმის ჩემი ხმა და რამდენად მოგწონთ ეს თემები, რამდენად გაინტერესებთ ეს თემები, რას ელოდებით და რა ვიცი, გამარჯობა ყველას. უკავშირი მომეცით, რომ ვთქვათ, გავაგრძელო ჩემი საუბარი. შეიძლება კომენტარებიც ძალიან გვიან მოდიოდეს და ესეც პრობლემა იყოს, ხო? არ ვიცი. უკვე ისე გადავეჩვიე ლაივს, რომ უკვე აღარ ვიცი აქ რა ხდება და როგორ ხდება. მაგრამ ესეც არაფერი. დამიწერეთ, ვინც ახლა მისმენთ, როგორ გესმით ჩემი ხმა. დღევანდელი ჩვენი თემა ავარჩიე 2 საკითხი, რომელზეც მინდა რომ გესაუბროთ, იმიტომ რომ პირადში იყო ეს თემები დაგროვილი. ეს არის მანიპულატორ და ეჭვიან ადამიანებზე. ვისაუბრებთ, ხო, 2 თემა. პირველ დასაწყისში, კარგად ისმის. ოკეი, всё, ეს მინდოდა. მადლობა ეკატერინე, რომ გამიკეთე უკავშირი. კარგი. რამდენად გაინტერესებთ თქვენი, ასე ვთქვათ, მინდა რომ აი არ გამოვიდეს ეს ვიდეო, როგორც აი მე ვზივარ და მხოლოდ მე ვლაპარაკობ და თქვენ მისმენთ და რაღაცა ლექციასავით, ხო? მინდა რომ როგორც Facebook-ის ლაივი მოგცემ საშუალებას, რომ აი რაღაცა ინტერაქცია გავაკეთოთ და კითხვებზე პასუხი, აზრების გაცვლა, გამოცვლა. პირველი თემა, რომლითაც მინდა დავიწყო, ეს არის მანიპულატორი
ადამიანები და საერთოდ რა არის манипуляცია, ხო? როგორ უბრალოდ აკეთებს, როგორ ახერხებს ადამიანი манипуляციას, ხო? ეს რაღაც გადაღეჭილი თემაც არის გარკვეული კუთხით, ამიტომ რაც ამაზე თქვათ იმდენად ბევრი არ არის ნასაუბრები ამ თემაზე, იმაზე მინდა იმ კუთხით მინდა რომ შეგახედოთ და დაგანახოთ აი ეს ფაქტორები რა манипуляციასთან დაკავშირებით. რაღაც გაგებით манипуляტორული საქციელი ყველას ჩაგვიდენია ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ არსებობენ რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ამ ნიჭით დაჯილდოებული კატეგორია, ხო, რომელიც ხშირად მიმართავს აი ამ ხერხს თუ პოზიციას ურთიერთობის და კომუნიკაციის დროს, რაც არის манипуляცია. რა თქმა უნდა, ვინც манипуляციის დავარქვათ სახელი რა, მსხვერპლი, მაგრამ მსხვერპლი შეიძლება არც ეწოდოს და манипуляციის მსხვერპლი ხდება. მისთვის ეს არასასიამოვნოა, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში თვითონ ეს მსხვერპლი ვერც კი იგებს, რომ ის არის манипуляციის მსხვერპლი და ასევე ძალიან ხშირად თვითონ манипуляტორიც ვერც კი ხვდება, რომ ის манипуლირებს. ხო? ამ თუ არ ჩავთვლით აი რაღაცა განსაკუთრებულ შემთხვევებს. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თქვენ როგორც აღმოაჩინოთ რომ თქვათ манипуляცია ხდება თქვენზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიურობისთვის რომ დაინახოთ თვითონ თქვენ სად ახორციელებთ აი ამ მოქმედებას და სად манипуლირებთ, რა დროს манипуლირებთ ადამიანზე და ადამიანებზე. ხო? ეხლა ნახეთ რა ხდება. манипуляცია ნიშნავს, რომ манипуляცია ორი მნიშვნელოვანი ემოციის გავლით ხდება და ხერხდება, ასე რომ ვთქვათ რა. ეხლა რას გულისხმობ, ნახეთ. манипуляტორმა ადამიანმა თქვენში, მსმენელში, ვინც მას უსმენს, ვინც არის მისი მსხვერპლი, უნდა გამოიწვიოს გარკვეული ემოცია, ხო? გარკვეული განწყობა, გარკვეული განცდები და აი ამ განცდების მეშვეობით მან უნდა მოახერხოს, რომ მის აზრებზე და შეხედულებებზე იმოქმედოს, ხო? ან რაღაც გააკეთებინოს, ხო? ანუ რაღაცას მიაღწევს, ანუ манипуляცია ესე უბრალოდ ხომ არ არის, რაღაც მიზანს ემსახურება, ვინც манипуляციას აკეთებს და რაღაცის მიღწევას, რომ აი რაღაცა მე მივაღწიო. манипуляცია კეთდება ორი ემოციით, როგორც თქვი, ნახე, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციები არის, ხო? ერთი ეს არის შიში, ხო? ანუ როცა ადამიანი იყენებს შიშის ემოციას იმისთვის, რომ გარკვეული შედეგი მან მიიღოს, ხო? რაღაცა მიიღოს თქვენგან, ხო? ერთ-ერთი არის შიში. მაგრამ შიშზე იმდენად არ შევჩერდები, უფრო ახლოს არის შიშთან ძალიან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ემოცია განცდა, მაინც არის დანაშაულის განცდა. ოკეი? ბრალეულობა. ანუ ყველაზე გავრცელებული მოქმედება, როცა ჩვენი ახლობლები ჩვენზე манипуლირებენ, ან ჩვენ манипуლირებთ ჩვენს ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და მეგობრებზე, ხარ წარმოიდგინოთ, რომ ვიღაცა შორეული მტერი манипуლირებს ჩვენზე, ხო, მტერი ალბათ შიშით, მაგრამ ჩვენი ახლობელი манипуლირებს დანაშაულის განცდით. ანუ, როდესაც მაგალითად ძალიან მარტივი ესეთი მოქმედება, რაც არის გაბუტვა. ხო? აი რა არის გაბუტვა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ხო? ეს არის ბავშვური პოზიცია, ეს არ არის დასრულის პოზიცია და გაბუტული ადამიანი იჭერს გარკვეულ რაღაცა პოზას,
ხო? რომ იმისთვის რომ აი სახეს იჭერს, ხო? აი რაღაცა მთელი პოზა, სახე, აი ყველაფერი, აი სიტყვა, პასუხი, როგორ უბრუნებ, როგორ კომუნიკაციაში ხარ, ხო? აი ეს ყველაფერი ეს პოზა, ასე ვთქვათ, ხორციელდება მეორე ადამიანისთვის, ხო? რომ მასში გამოიწვიოს დანაშაულის განცდა. რომ იმ მეორე ადამიანმა იგრძნოს თავი დამნაშავედ, რომ მე ძალიან ცუდად მოვიქეცი ახლა, მე დავუშავე ამ ადამიანს, ხო, დამნაშავე ვარ და უყურეთ, როგორც კი მეორე ადამიანს გაუჩნდება დანაშაულის განცდა, როგორც კი თქვენ გაგიჩნდებათ დანაშაულის განცდა, ხო? ჩათვალეთ, რომ უკვე კარგავთ თავისუფლებას თქვენს ემოციებზე, ერთგვარ ესე რომ ვთქვათ, ხო? და უკვე ხდებით დამოკიდებული ამ ადამიანზე. ანუ იმ ადამიანს უკვე აქვს ერთგვარი იარაღი, თქვენს ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი თუ ვინც იქნება, ხო? რომ აი თქვენ იაროთ მის ჭკუაზე, მაგალითად მიხვიდეთ ბოდიში მოიხადო, ხო? ან სთხოვო რომ არა, ვაიმე მესი არ მინდოდა, ან გაუკეთო ის რაც მას უნდა, ხო? ან მომავალში, მოკლედ, მიზანი მიღწეულია. ეს ყველაზე უწყინარი მოქმედება, მაგრამ არსებობს აი კომუნიკაციის დროს, ხო? დადანაშაულება ადამიანის, მაგალითად, როცა ესეთი სიტყვა პასუხია, რომ აი შენ ჩემზე ეს თქვი, ანუ ესე ეხლა შენ რო ჩემზე ეს თქვი, ეს ამას და ამას ნიშნავს, ხო? ანუ ესე იგი, ხო? აი სუფთა ერთგვარი მანიპულაციის ცდელობა, ხო? რომ ადამიანს გაუჩინო დანაშაულის განცდა. რომ აი მე ამას რა ვაკადრებ, აი ანუ ნახეთ, მეორე ადამიანი ცდილობს რომ აი გაგრძნობინოს რომ შენ მე ცუდად მომექეცი და მე ვარ შენი მსხვერპლი, ხო? ეს არის ერთ-ერთი დამახასიათებელი მანიპულაცია, ანუ მე ვარ შენი მსხვერპლი, შენ მე ცუდად მომექეცი და მე აქ არაფერ შუაში არა ვარ, შენი დანაშაული და დაინახო, ხო? ეს ძალიან ხშირი მანიპულაციაა და ეხლა ნახეთ, თამაში მიდის ხოლმე ორ ადამიანს შორის, ხო? რომ აქედან მეორე ადამიანი ცდილობს, რომ მეორე პირველს დამნაშავედ აგრძნობინოს თავი. აქედან მეორე ცდილობს და თან ორივე მხრიდან ორივე ცდილობს, რომ ყველაფერი გააკეთონ, ოღონდ დამნაშავედ თავი არ იგრძნონ და თავის დანაშაული არ დაინახონ, რომ რაღაცა მათ ცუდად გააკეთეს, იმიტომ რომ როგორც კი ეგ ემოცია თქვენში შემოვა, რომ ვაიმე, მე მართლაც დამნაშავედ ვიგრძენ თავი, მე მართლაც შემეშალა, იმ წამსვე რა თქმა უნდა იწყება ცვლილებები და ქცევა იცვლება და მოქმედება იცვლება და ყველაფერი იცვლება რა, მოკლედ, ხო? და ნახეთ ახლა რა არის. არსებობენ მანიპულატორი ადამიანები უფრო არ გვინდა, აი ქცევა რა, მანიპულაციური ქცევა, თორე ადამიანი შეიძლება ესეთი მანიპულაციურად იქცეოდეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში არ იყოს მანიპულატორი, ამიტომ აი ესე არ უნდა მივანიჭოთ ადამიანს, ხო? ერთ-ერთი მანიპულაციური ქცევა, აი ხა რაზეც ვსაუბრობთ, აი დანაშაულის განცდა რო გინდა სხვას აღუძრა, მაგალითად დედები აკეთებენ ხოლმე ამას ძალიან ხშირად შვილთან და მე შენ ყველაფერი მოგეცი, მე შენს გამო დავთმე ჩემი ცხოვრება, მე შენს გამო ხშირია ხოლმე, ხო, აი გუშინ მოვისმინე ეს ფრაზა, რომ დედამ თქვა, რომ მე ჩემს პაციენტთან ხო, რომ მე შენს გამო არ გავთხოვდი, დედა ეუბნება შვილს და ეს შვილი არის აი ამ და ის დამნაშავედ გრძნობს თავს და დაჭერილი აი ამ დანაშაულის განცდით გესმის და ამ დანაშაულის განცდა ვერ თავისუფლდება ამის გამო და ვერ აღწევს თავს აი ბევრ რაღაცას. ნუ მართულია რა, საბოლოო ჯამში. ხო? ესეთი ადამიანი ძალიან ხშირად, ეხა დედების მაგალითი მოვიყვანე,
ცოლები არიან ესეთები, ქმრები, მეგობრები, ხო? ნათესავები, ხო? ხშირად ეს манипуляტორი როცა ესე манипуляციურად იქცევა ადამიანი, არის ერთგვარ მსხვერპლის როლში თვითონ, ხო? იმიტომ რომ შენ უნდა დაგანახოს, რომ ის მსხვერპლია და ის აუცილებლად ამ პოზიციაში უნდა ჩადგეს. და ის ამას რა თქმა უნდა თვითონაც იჯერებს, ხო? ეს არ არის, რომ აი მოდი ახლა მე ამას შევფუთავ და მოვიტყუები. იშვიათად არის ესეთი რაღაც დახვეწილი ქცევა, ხო? უფრო არის ის, რომ საკუთარ თავსაც ატყუებს და იჯერებს, რომ ის აი ატყუებსაც არა, აი ეს არის პოზიცია მსხვერპლის, აი მსხვერპლის მდგომარეობაში ადამიანი, როგორც კი ადამიანი მსხვერპლის მდგომარეობაში დგება, ის იწყებს სხვებზე манипуლირებას, ხო? თუ კი მან მოქმედება დაიწყო, ხშირ შემთხვევაში. და ეს მსხვერპლის პოზიცია რა არის? ნახეთ, გარკვეულწილად ეს არის მაზოხისტური პოზიცია. ანუ ესეთი ტიპის ადამიანი, ვიზეც ახორციელებენ აი ამ თქვათ манипуляციებს ან მსხვერპლი ჩაგვრელი, ხო? ხშირად არის სადო-მაზოხისტური სტრუქტურის მქონე ადამიანი. და თქვენ არ წარმოიდგინოთ, რომ ეს არის манипуляტორი ან რაღაცა ეს არის ვიღაცა ცუდი ადამიანი და რაღაც გავაგდოთ ჩვენი ცხოვრებიდან. არა, ეს არის ტრავმირებული ადამიანი, ხო? ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან. ხო? ეს არ ხდება ეს არ არის უბრალოდ პოზიცია, რომელიც უკვეს დასრულმა ადამიანმა აირჩია, ხო? არა. ეს სტრუქტურა, როცა ადამიანს აქვს სადო-მაზოხისტური სტრუქტურა, ეს იქმნება და საფუძველი ეყრება სწორედ ბავშვობაში, ხო? და ადამიანი მიდრეკილია, რომ იყოს მსხვერპლი. და მსხვერპლი, ნახეთ თან რაშია საქმე, სადო-მაზოხისტური სტრატეგია და სტრუქტურა, როცა ადამიანს აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ აი მხოლოდ თქვათ ადამიანი არის მაზოხისტი და მაზოხისტი არის მოსწონს სიამოვნებს თავისი ტანჯვა, წამება. არ არის მხოლოდ ეს პოზიცია, ზუსტად იგივე ადამიანი ასევე ხდება მწვალებელი. ხვდებით? ზუსტად იგივე ადამიანს, ვისაც საკუთარი ტანჯვა მოსწონს, ხდება სხვისი ტანჯველიც და მწვალებელიც. ეს პოზიციები სულ იცვლება, ჩემო კარგებო, ხო? ანუ იქიდან გამომდინარე, ადამიანი შეხვდება თავისზე ძლიერ ადამიანს, თავისი ძლიერ სტრუქტურის მქონე ადამიანს, თუ შეხვდება მცირე დაბალი ენერგიის მქონე სუსტ ადამიანს, ხდება ან მწვალებელი და ან მსხვერპლი. ხო? და აი ის მსხვერპლი ადამიანი, რომელიც მსხვერპლია, ვერ მოქმედებს, ხო? ესეთი ვერ მოქმედებს ისე როგორც უნდა პირდაპირი გზებით და მერე იწყებს სტრატეგიას, ხო? ეს რაც არის манипуляция, ანუ მსხვერპლური манипуляция ერთგვარი, ხო? აი პასიური манипуляციის ფორმა. ხო, არა, ნახეთ, კითხვები შემომივიდა, მე გუშინ განაცხადე, რომ თქვათ, მომწერეთ რა თემაზე გსურთ საუბარი და კითხვა იყო ამასთან დაკავშირებით ირმა, ხო? და ამიტომ არა მარტო კითხვა, ხო, დაგროვდა რამდენიმე პასუხი ამასთან დაკავშირებით და მინდოდა რომ აი ეს თემა ყოფილიყო გაშლილი, ხო? ამიტომ ეს ვფიქრობ, რომ საინტერესო თემაა და ყოველ შემთხვევაში ვინც მე დამიკავშირდა, მათთვის მაინც საინტერესო თემა იქნება და ნუ ვიცი რა, აი ამას ძალიან ხშირად ვაწყდები. აი პირად კონსულტაციებზე, სესიებზე ამ თემას, სადო-მაზოხისტური სტრუქტურის მქონე ადამიანის პრობლემებს ძალიან ხშირად ვაწყდები. ხო? და ეს არის ხოლმე დედაშვილობაში, ეს არის ცოლ-ქმრობაში, ეს არის
მეგობრებში, ხო? ძალიან ხშირად შეიძლება თანამშრომლებთანაც იყოს, ხო? აი, წყვილები იქმნება, ვინც ესე ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ხო? და თუ მეორე ადამიანი ამ სტრუქტურაში არ არის თვითონ ესეთი მაზოხისტური ტენდენციები მას არ აქვს, საერთოდ ვერ აიყოლიებთ ამ ყველაფერში, საერთოდ გაციშული იქნება ამ манипуляციებისგან, გესმით? მაგრამ ვინც არის ამ სტრუქტურაში, ის არის ჩათრეული, ანუ ესეთი წყვილები იქმნება გარკვეულ წილად, რა. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუფიქრდეთ ამ შემთხვევაში, თუ გახასიათებთ ესეთი მოქმედება, რომ აი თქვათ მოხდა რაღაც გაუგებრობა ოჯახის წევრთან, მეგობართან, ადამიანთან, ახლობელთან, აბა დაუფიქრდით. თუ გრძნობთ თავს მსხვერპლად და ეხლა აქ მთავარი რა არის, ნახეთ, თუ ეს მსხვერპლად გრძნობა დიდ ხანს გრძელდება, აი დროში არის ძალიან გახანგრძლივებული, ხო? თუ რაღაც მომენტში ნარცისტული, ეგოცენტრული, პიროვნული აშლილობა ქვია ფსიქიატრიაში. სხვა არის, ვთქვათ, პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი ფორმა არის, რა თქმა უნდა, პიროვნული სტრუქტურა არის ეს სადომაზოხისტური, მაგრამ შეიძლება ეს არ იყოს ტიპიურად პიროვნული აშლილობის დიაგნოზი არ იყოს, ხვდებით? ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ანუ არ ქონდეს მას აშლილობის ფორმა პიროვნული, მაგრამ აი ეს სტრატეგიები მაინც ქონდეს რა და აი ეს მიმართულებები ქონდეს, აი შეიძლება არ იყოს გართულებული ფორმა, არ იყოს დიაგნოზი, მაგრამ მაინც იყოს ამ მიმართულებით ადამიანი გარკვეულ წილად რა. დიაგნოზია, რა თქმა უნდა, პიროვნული აშლილობის ერთ-ერთი დიაგნოზია. ზოგადად კარგი აზროვნების ხართ, მომწონს თქვენი ადამიანთან აზროვნებით, რომ ხართ თბილად განწყობილნი, უფალმა დაგლოცოთ. მადლობა ირმა, არ ვიცი რატო დავიმსახურე ეს სიტყვები, მადლობა. რის გამო მოსწონს ადამიანს, როდესაც მასზე ხორციელდება მაზოხისტური ქმედება? ხო, კეთი, ანუ ნახე, მაზოხისტური ქმედება, ნახე, მაზოხისტი თვითონ არის ადამიანი, შეიძლება ვთქვათ, რომ ვიღაცა მას აწვალებს, ხო? ანუ ჩაგრავს, სადისტია, ხო? რა თქმა უნდა, ეს არავის არ უყვარს ჩაგვრა და თუ იჩაგრები ეს საშინელება უნდა დაგიცვას, ვინც საჭიროა იმან, თუ სახელმწიფო უნდა დაგიცვას, სახელმწიფო უნდა დაგიცვას, თუ მოკლედ, მაგრამ არის აი პოზიციები, როცა აი თქვათ მოხდა რაღაცა გაუგებრობა ოჯახის წევრის მიმართ. თქვათ მაგალითი და ადამიანი ორივე ერთმანეთს აწყენინეს. მოდი ვთქვათ ესე, ხო? არც არასდროს არ არის ერთი მხარე რაღაცა იდეალურად მართალი, მეორე მხარე იდეალურად მტყუანი, ხო? არ არის. მოდი ვთქვათ, ხო? და ამ შემთხვევაში ადამიანი იჭერს გარკვეულ მსხვერპლის პოზიციას და იტანჯება და აი ამ ტანჯვაში ხედავს სიამოვნებას რა, აი იტანჯება და რატომ მოსწონს მას ეს, აი ზუსტად ეს საკითხი არის ბავშვობაში უკან ძალიან შორს, ხო? გარკვეული განვითარების რაღაცა კონკრეტულ კრიზისულ ეტაპზე, ხო? რაღაცა ისე სწორად არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, აი რო არ შევეხო ამ თემას ძალიან ისე რო ვთქვა რა. ზოგადად, ხო? ისე ეს ძალიან კარგი თემაა და შეგვიძლია ბავშვობის ტრავმების აი მთავარი ტრავმები რა არის, ამაზეც გავაკეთოთ შემდეგი არა, მაგრამ ნუ რა, რომელიღაც ლაივი, მაგრამ ეხა ეს თემა არ არის, უბრალოდ რო შევეხო, ხო? აი ტრავმირება ხდება ადამიანის რა და გარკვეულ წილად კი, დიახ, ვიცნობ ადამიანს, ვისაც სიამოვნებს მაინტერესებს რამ გამოიწვია. კი, ნახეთ როგორ არის ვიღაცა ადამიანში ეს არის ძალიან თვალში საცემი, რომ ტანჯვა სიამოვნებს. აი ხედავ ამას და ეს არის ძალიან ნათელი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში აი ადამიანი
არ არის იშვიათი ადამიანი მაზოხისტური ტენდენციებით ხვდებით, აი რომ თქვათ, აი ციფრებიში რო აღნიშნოთ, ეს ძალიან ბევრი არის ესეთი ადამიანი. ამიტომ სადღაც დაიჭირეთ საკუთარ თავშიც, რომ სადღაც მოგეწონებათ, რომ სხვერპლი ხართ, რომ აი ამან რა დამიშავა მე. აი ეს როგორ მომექცა და მე ამაში მსხვერპლი ვარ და სხვა ადამიანებთან ეს კიდე ცალკე სტრუქტურა ადამიანს რო სხვებს ანახო ეს, მაგრამ მეორეა რომ ლადო მადლობა. მეორეა ეს რომ საკუთარ თავთანაც სულ რომ მარტო ხარ, აი იქაც კი შენ ეძებ წამებას, წვალებას, აი ტკივილს. ხვდები რომ აი როგორ მომივიდა ეს და აი ამ თვითგვემაში, აი ამ ემოციურ, აი ძლიერ ემოციურ რაღაცა წნეხში, რასაც საკუთარ თავს უკეთებ, ხვდები, აი მაზოხისტურ მოქმედებას აკეთებ, ხვდები, აი ქსიამოვნებს ტანჯვა. შეიძლება მოვიდეს ვიღაც ადამიანი და აი ცდილობდეს შენს გამოყვანას, მაგრამ უბრალოდ აი უარი ხდება, ანუ არ მინდა სხვანაირად ფიქრი. ეხლა მინდა აი ისე რომ ვთქვათ, ძალიან უხეშად რომ გამოვთქვა რა, აი სტრუქტურები, რაც ადამიანს აი გონებაში ხდება, აი არ მინდა სხვანაირად ფიქრი, ხო? აი ესე მინდა ვიფიქრო, რომ აი მე ტკივა და მე საშინლად ვარ ეხლა. აი თითქოს ადამიანს არ უნდა რომ კარგად იყოს. აი არ უნდა, ხო? აი თითქოს როგორ არის, ყველას უნდა რომ კარგად იყოს. მაგრამ არის მომენტი, როდესაც ტრავმას შეეხება ადამიანი. აი ნახეთ როგორ არის ადამიანი კარგად არის, მშვენივრად არის, ვითარდება, თქვათ, კარგად ფუნქციონირებს, წარმატებულად, ხო, ადამიანებთან და ასე შემდეგ, მაგრამ უცებ რაღაც პრობლემა მოხდა და ნახეთ კარგად ფუნქციონირებს და მასში ენერგიის მიმოცვლა იყო იდეალური, მაგრამ მოხდა რაღაც პრობლემა და აი ეს პრობლემა ერთგან რეგრესს აკეთებს ადამიანს, ანუ უკან გადააგდებს ტრავმაში, ხვდებით? და ადამიანი, რომელიც მერე უკვირს საკუთარ თავისადმი, რატო მოვიქეცი, რატო ვიქცევი, ვაი მე რატო ვარ ესე, ღმერთო, რანაირი გავხდი, როგორც ადრე ვიყავი, ვაი მე ესე როგორ დამემართ, ანუ უკან ვარდება და ხდება მასში ამოდის აი ეს ტრავმის სტრუქტურა და აი მოქმედებას იწყებს ტრავმირებული ადამიანი, ტრავმირებული ბავშვი, მოდი ასე ვთქვათ რა, იწყებს მოქმედებას. აი აქედან რომ გამოვა, მე ისევ ჩვენს დასრული იქნება, წარმატებული რაღაც კარგად იმოქმედებს, მაგრამ ისევ რაღაცა დაარტყავს, ისევ ვარდება და ტრავმიდან იწყებს. და რატო ხდება ესე? იმიტომ რომ იქ სადღაც არის აი ტრავმაზე ფიქსაცია, აი სადაც ბავშვობაში მან იცოდა რომ აი ეს იყო ნორმა, ან ბავშვობაში როდესაც რაღაცა მის თავს ხდებოდა, რა სტრატეგიითაც ის მოქმედებდა, ხო? აი ის ირთვება ავტომატურად, ის ქმედება და ესე მოქმედებს. მოიცა დაიწერა კომენტარი და ახლა წაიშალა. სიამოვნებს თუ განვითარების გზას ვერ ხედავს და რჩება ისე მსხვერპლის როლში, ანა ძალიან საინტერესოდ საუბრობთ. მადლობა მაია. დიახ. გარკვეულწილად არის შიში, რა თქმა უნდა. შიში, რომ რაღაცას აი როგორი შიშია, იცით, აი გაუცნობიერებელი, აი ვერ ჩაწვდება თვითონ ადამიანი ამ შიშს, ძალიან ძნელი ჩასაწვდომია, მაგრამ არის რაღაც აი თითქოს რომ მან რომ ეხლა ადგეს და ბედნიერად დაიწყოს მოქმედება, ვერ გაართმევს თავს ბოლომდე. მაგალითად შეიძლება ესეთი იყოს და ისევ უკან გადავარდება და კიდევ უარესად იქნება. ან ის რომ ეხლა როგორც მსხვერპლი ისი არ მოიქცეს, მან შეიძლება დაკარგოს ან გააფუჭოს რაღაც ძალიან დიდი, ან ამის გამო რომ ის მსხვერპლი ეხლა არ იყოს, შეიძლება რაღაც ძალიან ცუდი დაუშავდეს მას, ან შეიძლება მის ახლობელს, ან შეიძლება მიატოვონ თუ ეხლა ის მსხვერპლი არ იქნება და ერთადერთი მოქმედება რითიც ის გადარჩება, ეს არის მსხვერპლის პოზიცია და ის აქ უნდა დარჩეს. აი დაახლოებით ეს მუშაობს რა.
და რთული მექანიზმია ძალიან, ხო? ამიტომ ნახეთ აი ბავშვობაში რომ გადავიდეთ, ხო, აი ყველაფერი იწყება ბავშვობაში. იცოდეთ, რომ თქვენი პიროვნება ყალიბდება, როცა ხართ პატარა, აი სტრუქტურა, ჩონჩხი ყალიბდება ბავშვობაში და როდესაც დედა თქვათ პატარა ბავშვი, ჩვენ ვიცით რომ ბავშვები манипуляტორები არიან, ხო, ძალიან და თუ მით უმეტეს თუ მიეცათ ამის შესაძლებლობა და რაღაცა ისე ვერ არის სახლში, ოჯახში, ხო, ბავშვები ხდებიან манипуляტორები და თქვათ თუ ბავშვმა რაღაც დაუშავა დედას, ხო? ან არც დაუშავა, რაღაცა უწყინარი, ან შეიძლება არც, ხო? და დედა იწყებს მის დადანაშაულებას, რომ შენ ამას რატომ იკეთებ? აი მე რა გამიკეთე და დედას აქ ძალიან დიდი წყენის ემოციები ემართება, რომ აი შვილი რა როგორ გამიკეთე და ეს წყენა მიდის პატარა ბავშვამდე, შეიძლება 3, 4, 5 წლის ბავშვამდე, შეიძლება 2 წლის ბავშვამდემაც კი მივიდეს და ან თუ უარყოფს, ანუ ხელს კრავს დედა, რომ ეს დაწყენია, რომ ეს რაღაცა ძლიერ ემოციებში ჩააგდო ბავშვმა, ხო? და ბავშვს ემართება ნახეთ თავის საყვარელი ადამიანი, ერთადერთი ადამიანი, მთავარი ადამიანი ბავშვი და 6 წლამდე ბავშვი და დედა, ანუ დედა ბავშვისთვის არის აი რაღაცა მთავარი ბირთვი და ეს ადამიანი მას თქვათ გაწია, ხელს კრავს, ან ზურგს უჩვენებს, ან რაღაცა გაებუტა, ან რაღაცა საშინელ ემოციებში, ანუ მან ატკინა დედას, ანუ მისთვის მთავარ ადამიანს, ხო, იმას ვინც რომ უარყოს, შიში არის, თუ დედა წავა, მე მოვკვდები, ბავშვს ეშინია, ანუ დედა არის როგორც მისი გადამრჩენელი, მართლაც ესეა, ხო? დედა უნდა გამოყვებოს, ნუ აღმზრდელმა ვინც არის, ხო? და აი ამ ადამიანს, ვინც ჩემ სიცოცხლეზე პასუხს აგებს მის გარშე მოვკვდები, მე მას ვაწყენე და იმას შეიძლება მე მიმატოვოს ახლა დამტოვოს, უარმყოს მაგალითად, ხო? და აი ეს შიში ირთვება და აი ამ დროს ბავშვი იწყება დანაშაულის განცდა, მე მას ვაწყენინე, იწყებს ბავშვი აი ამ ემოციებით დედასთან მოქმედებას, დანაშაულის განცდით მოქმედებას, ეხვეწება მსხვერპლია, მაპატიე, ანუ თვითონ არის, ნახე ბავშვი ამ ყველაფერი აი მოქმედებაში რას ატარებს? გაატარებს თავში როგორც მწვალებელს და აი დედას, რომელიც დედას აწვალებს, რომელმაც დედას დაუშავა და გააწვალა და მე ხდება თვითონვე ისევ მსხვერპლი და იმიტომ რომ მიატოვებენ სუსტი, რომ აი დედა თქვათ არ მიმატოვო ან არ უარმყო და თვითონვე მსხვერპლი მიშველე დამეხმარე და ბავშვი აი ამ პოზიციას ატარებს თავში. უკვე მასში ეს ტენდენციები არის, ხო? აი ზუსტად ამას აკეთებს უკვე გაზრდილი ადამიანი, დასრული ადამიანი, ხო? შეიძლება რაღაც მომენტში იწყებდეს თქვენ აი რაღაცა დაგიშაოთ და მე უცებ პოზიციას იჭერს როგორც თვითონ ხდება მსხვერპლი და ეს თამაშდება, ეს მიტოვება არ მიტოვების მთელი ამბავი რა, მოკლედ. დიახ, ვიცნობ ადამიანს მიცეთ სიამოვნებს. ხო, ტრავმები იწვევს, ხო. პასუხი გასცა ირმამ. ნამდვილად რთულიაო, კი. რთულია და ის ვინც манипуლირებს, უნდა დაინახოთ მასში, რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ манипуляტორი ადამიანი, რომელიც არის ბოროტ მოქმედი და უნდა შენი წამება და ეს არის ცუდი ადამიანი. ხშირად ესეა აღქმული რა, манипуляტორი. შენ ხარ манипуляტორი, ხო? და საშინელება. ანუ არ წარმოვიდგინოთ ეგრე, ვიცით რომ ბავშვიც манипуლირებს, ბავშვი არის საშინელება და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, ხო? ის იმიტომ манипуლირებს, რომ მან ეგრე იცის მოქმედება. გესმით, აი ადამიანიც იმიტომ იწყებს თქვა თქვენზე манипуლირებას, მაგალითად დედა, რომელიც ამბობს, რომ შვილო, ხო? მე შენს გამო ვაკეთებ ამას და შენ ეხლა არ უნდა მიმატოვო მე. ჩემთან უნდა დარჩე. ეს ადამიანი არის ტრავმირებული ადამიანი, რომელსაც ეშინია მარტოობის და ასე შემდეგ, რა ვიცი, შიშები აქვს და უნდა მიიღოს რაღაცა ამ გზით.
ანუ ძალიან ხშირად ადამიანს ძალიან ხშირად კი არა მანიპულაცია, როცა თქვა თქვენი ახლობელი ადამიანი, თქვა გარკვეულ ამჩნევთ რომ თქვენზე მანიპულირებას იწყებს, თქვენი მიზანი აქ უნდა იყოს რომ გაარკვიოთ რა მიზანს ემსახურება ეს მანიპულაცია. რა უნდა მას თქვენგან. მიზანი არ არის მანიპულაცია მანიპულაციისთვის. ხო? მიზანი არის რაღაცა, ანუ მანიპულაცია რაღაცის, ანუ მე მინდა შენ თავი შეგაცოდო რაღაცის გამო. რომ მივიღო, არ ვიცი, რომ მომიტევო მაგალითად, რომ არ მიმატოვო. ხვდები, რომ ხელი არ მკრა. მე ამიტომ მინდა რომ შენ მე შემიცოდო და დაინახო რომ შენ დამნაშავე ხარ და შენ მე ცუდად მომექეცი. იმიტომ მინდა ეგ მე შენს გონებაში ეს წარმოვქმნა ეს ემოციები, რომ შენ მე არ მიმატოვო და არ წახვიდე ჩემგან. ნახეთ როგორი ჩახლართული ამბავია და ამ დროს როცა ვიღაცა ისმეს რომ შენ ჩემზე მანიპულირებ, საძაგელო გაეთრია აქედან, ხო? ოკეი, მაგრამ თუ დავინახავთ ადამიანს, რომელსაც შიში აქვს, უბრალოდ ნახეთ რა ხდება, მას ეშინია არა გაცნობიერებული, შევა აქ კიდევაც გაცნობიერებული, მაგრამ აი ესე ვერ აკავშირებს რა, თქვა რატო იქცევა ესე, რატო მანიპულირებს, ხო? მაგრამ პირდაპირი არის მის ხმადაბლა არის, ხმამაღლა ისაუბრეთო, ხო? ანუ პირდაპირი გზებით არ შეუძლია მოქმედება, ანუ მან იცის ეს სტრატეგია, ხო? იმ მომენტში მანიპულაციური სტრატეგია აქვს მას მოქმედების შაბლონად, ასე რომ ვთქვათ, ხვდები, აი სხვა გზა არ იცის როგორი მოქმედოს. ხვდებით? ანუ ესეთმა ადამიანმა, თუ თქვენ თავში აღმოაჩენთ ესეთ ადამიანს, ესეთ მოქმედებას, თქვენ უნდა ისწავლოთ სხვა გზა, როგორ მიიღოთ ის, რაც მანიპულაციით გინდათ რომ მიიღოთ. ხვდებით? ანუ თუ თქვათ აი გინდა რომ ადამიანმა გაპატიოს და რომ აი რაღაცა შეიცვალოს ან რაღაცა ეს გინდა და ამის გამო მანიპულაციურ ხერხებს ირჩევ, იმიტომ რომ სხვანაირად არ იცი, ვერ გადარჩები გგონია. ეს უნდა გააცნობიერო და ეს უნდა გააცნობიერო და სხვა უფრო ჯანსაღი სტრატეგია აირჩიო. ჩემი კომენტარი არ წაგიკითხავსო, ირმა მითხრა, აბა ვნახოთ ერთი წამი. თბილად საუბრობთო, ანუ ეს უფლმა დაგლოცოთ, რომ ერკვევით ადამიანის ცივილიზებულ სტრატეგიას როგორ აღიქვამს. როგორ? ნამდვილად რომ ერკვევით ადამიანის ცივილიზებულ სტრატეგიას როგორ აღიქვავს. ამას გულისხმობდი ირმა თუ კიდე სხვა რამე იყო, რომელიც ვერ წავიკითხე და თუ ამას გულისხმობდი, თუ კითხვა არის, ვერ გავიგე კითხვა. ხო? მეგობრებო, აბა დამიწერეთ ეხლა რამდენად თქვენთვის იყო რაც ვისაუბრეთ, თქვათ გასაგები, რა გაინტერესებთ აი ამ ჩახლართულ სქემებში, ახლა რომელიც ვცდილობდი რომ რაღაცნაირად აი ვინც წამომყვებოდა, თქვათ შუაში ვიღაც ჩახტეს საუბრის შუაში, ალბა ვერ დაალაგოს ეს აზრი, იმიტომ რომ საკმაოდ ჩახლართული სტრატეგიებია გონების რა, რომელსაც თავისი დალაგება სჭირდება ხო აი გონებაში, ხო აი მე თვითონაც აი ამას თან ვალაგებ, რომ აი სწორად იყოს ერთგვარად მოწოდებული და ეს რთული სისტემაა რა, ადამიანები რთული სისტემის ვართ და აი მოკლედ სტრატეგია რას ნიშნავს რა, აი ვიღაცას აქვს არჩეული ეგ სტრატეგია, ხოდა ეს არ არის გაცნობიერებულად არჩეული სტრატეგია, რაღაცა მანიპულაცია. არა, ეს არის ბავშვობაში მიღებული გაკვეთილი, რომ მე ბავშვობაში რომ იმან მიიღო, რომ რა ვიცი, ვიღაცას თავი შეაცოდა, რა დედას, არ ვიცი, რაღაცა ხდებოდა და ამ დროს ან ხედავდა უბრალოდ დედა როგორ
იქცეოდა, ხო, აი ეს მიბაძვა ხდება ძალიან ჩვენ ბაძავთ დედებს და მამებს, ხო? და მასში ეს მოქმედების სტრატეგია ინახება საცავში და როდესაც აი რაღაცა პრობლემას აწყდება ადამიანი, აი ის სტრატეგია ამოდის, პრობლემის დროს ხდება რეგრესია, როგორც თქვი, ანუ უკან ვარდება ადამიანი, ვეღარ არის ამითანს განვითარებულ პოზიციაში, იხევს უკან, ვარდება ტრავმირებულ მდგომარეობაში და იმ სტრატეგიას იყენებს, რაც არის ტრავმირებული სტრატეგია, ასე რომ ვთქვა. ამას ვამბობ, რომ შვიდად საუბრობ და მადლობა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს თქვენი შეფასება ჩემს მიმართ. აუ მართლა საინტერესოდ საუბრობთ, მადლობა მაია. ანუ მანიპულატორი მაშინ ხდება ადამიანი, როდესაც თავად აქვს შიში რომ მიატოვებენ. კი, კეთი, ერთ-ერთი ეს არის, ხო? არის კიდევ სხვა რაღაცა, ხო? სხვა რაღაცა. ერთ-ერთი ეს ანუ აი, კი არ გახდა ის მანიპულატორი. აი, მასში დევს, აი, ვერ დავარქმევთ ესე რა, აი, არ დაარქვათ, რომ всё, ეს ადამიანი არის მანიპულატორი. არა, უბრალოდ იმ ადამიანს აქვს ეს მანიპულატორული ქცევები. მანიპულატორი არ არის. ხო, არ გავაკეთოთ ეს დიაგნოზი, რომ ეს მანიპულატორი. არა, მას აქვს ეს ქცევები, მანიპულატორული ქცევები. აი, ეს მსხვერპლის პოზიცია, იმიტომ რომ შიში აქვს თავად მას. რა თქმა უნდა, შიში აქვს ან რაღაცა მიზანი უნდა რომ მიაღწიოს, ხვდებით, აი რაღაცისთვის აკეთებს ამას. მეც ფსიქოლოგიური მაქვს დამთავრებული და ერკვევით კარგად საუბრობთო. ძალიან კარგი. ანა, ძალიან დამეხმარეო, მაკა, მიხარია რომ დაგეხმარე. აი, ეს ძალიან მომწონს. ესე იგი გამოადგა ვიღაცას პრაქტიკულად გამოადგება, ასე რომ ვთქვათ. რამოდენიმეჯერ პროტესტიც მქონდა, მაგრამ ალბათ ეს ალბათ ღრმა თემაა და ამოუწურავი. რასთან დაკავშირებით აბა მაია მოგწერე და ისე ზოგადად თუ რაღაცა კონკრეტულად არ გინდა რომ გააჟღერო, ხო? ნახოთ. რამდენად ღრმა თემაა. ხო, შეგვიძლია გქონდეს პროტესტი, ჩვენი გადასაწყვეტია რა, ადამიანის მიმართ გქონდეს პროტესტი, იმასაც დააკვირდით, თუ კი ვიღაცის მიმართ ვიღაცა დაინახეთ, რომ თქვენზე აი რაღაც მსხვერპლის პოზიციას იჭერს და დამნაშავეთ უნდა გაგზნობინოთ თავი და მანიპულირებს და ოჰოჰო და თქვენ ეს ძალიან გაგიჟებთ, გაბრაზებთ და აი წყობილებიდან გამოდიხართ, აუცილებლად დააკვირდით, რომ სადღაც თქვენც ეგრე ხომ არ იქცევით ვიღაცასთან რაღაც სიტუაციაში, კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? აი, როდესაც რაღაცა მოხდება, რაღაცა პრობლემა მოხდება და უკვე ვეღარ ახერხებს ადამიანი წარმატებულად მოქმედებას, იქ ხომ თქვენც ხომ არ იჭერთ ეგეთ პოზიციას, აბა კარგად დაუფიქრდით, ასე რომ ვთქვათ რა. ძალიან ჩახლართული თემაა და კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ თქვენ ვიღაცაზე მანიპულირებთ, ანუ აი ან მსხვერპლის პოზიცია გაქვთ, იქვე თუ ვიღაცა აღმოჩნდება ან ის ადამიანი, ნახეთ როგორ ხდება ხოლმე, აი მინდა რომ ამას შევეხო რა, წყვილების თემას. წყვილები ერთი თუ არის აი სადომაზოხისტური წყვილი ერთგვარად, ხო? როგორ მოქმედებენ, იცით? ერთი იწყებს მეორეზე მანიპულირებს, თქვათ, რა ვიცი, ჩაგრება. მეორე მსხვერპლის პოზიციაშია, ხო? გარკვეულ ახას ადანაშაულებს, ეს რაღაცა ხდება და შეიძლება შეიცვალოს პოზიციები და მე ეს გახდეს მწამებელი, აი თუ რაღაცა მოხდა, თქვათ და მე შეიძლება ეს ჩაგრავდეს და ეს მეორე იყოს ცოტა მსხვერპლი, ეს ამას ეშინოდეს, რომ არ დაკარგოს და მე ეს იყოს რაღაცა ესეთი რა, მოძალადეს როლში თითქოს ეს მეორე აჩვენებდეს, რომ აი შენ მე დამნაშავედ მომექეთი, ანუ ერთმანეთს სულ აი ესე დამნაშავე, მსხვერპლი დამნაშავეს პოზიციით მოქმედებენ, ხო? ძალიან ხშირად არის ესეთი
ну ძალიან ხშირად რა, მაგრამ ესეც წყვილებიც არსებობენ და საკმაოდ ყარი წყვილები არიან მინდა გითხრათ. შეიძლება რომ ადამიანი წლების მანძილზე მანიპულატორობდეს. რა თქმა უნდა. წლების მანძილზე კი არა, ეს მსხვერპლის პოზიცია, მაგალითად, მსხვერპლის პოზიცია შეიძლება ეს ამ პოზიციაში, ამ როლში იმდენად იყოს ადამიანი შესული, რომ აი მთელი ცხოვრების და აი თავის იდენტობა იყოს, როგორც მსხვერპლის იდენტობა. ხო? და რა თქმა უნდა, ამ მსხვერპლობით და ამ ტანჯულობით სხვა ადამიანზე манипуლირებდეს, რომ სხვა ადამიანები მას რაღაცა მისცენ, სიტყვა მისცენ, რა ვიცი, აღიარონ, პასუხი არ მოთხოვონ, არ აგებინონ პასუხი მისი შეცდომებისთვის და რაღაცა აი მიზნებს ემსახურება. არის კიდევ თქვათ манипуლატორი, არიან გაიძვერა манипуლატორები, ხო, ეხლა მარტო მსხვერპლზე არ არის აქ საუბარი, უბრალოდ ამას არ შევეხე, ხო, ვინც ეს სტრატეგია ძალიან გააზრებული, ხო, და მატყუარაა თან და ცოტა არა ემპათიური, ხო, აი რაღაცა სოციოპათი არის, ანუ გარკვეულად ემპათია არ აქვს, არ გრძნობები, ანუ რა, მეორე ადამიანის მიმართ თანაგრძნობა არ აქვს და უშავებს მას და ეს გაიძვერა манипуლატორია. ესეთი ვარიანტიც არის, ხო? მაგრამ ეს არც ისე ხშირი არ არის, მადლობა ღმერთს. როგორ შევეწინააღმდეგო ვითმენ მეტი ნერვები მეშლება. არა. როდესაც манипуლაციას საქმე კი ჩვენ ვუგებთ, ეხა ჩვენ დღევანდელი ლექცია იყო რომ გავუგოთ რომ ესენი არიან ტრავმირებული ხალხი მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ გაქვთ უფლება რომ ამ манипуლაცია მის თქვათ манипуლაციაში არ გაეხვეთ და ამის შესაძლებლობა არ მისცეთ, ხო? და როგორ გააკეთებთ ამას? როდესაც ის თქვენ გადანაშაულებთ ან გეუბნება რომ ვაიმე მე მსხვერპლია, შენ მეს როგორ დამიშავე, შენ დამნაშავე ხარ, შენ ამას არ იღებ შენ თავზე, ხვდები? შენ ეს ემოცია არ უნდა გაგიჩნდეს საკუთარ თავზე. ხო? თუ კი ემოცია გაგიჩნდა, დამთავრდა ლაპარაკი, უკვე შენ ყველაფერში ხარ ჩაბმული. თუ ემოცია არ გაგიჩნდება, ოკეი, ეტყვი, აღარ მინდა შენი მოსმენა, ან არ ვიცი, ესეთი მკაცრი გინდა რომ იყო, ხო? აი ითმენ, ზოგადად აი ვითმენ პოზიცია საერთოდ არ არის გამართლებული, გესმით? აი არ ითმინოთ რაღაცა, ნებისმიერი, რა ვიცი, ეს რა იქნება, ხო? იმიტომ რომ ითმენ, ესე იგი აგროვებ. და მე ამოხეთქავს ან გარეთ, ან შიგნით, ან შენ დაგანგრევს, ან ვიღაცას გარეთ. ხო? თუნდაც ბავშვო, აი როცა პატარა რაღაცაც კი ხდება და იგრძენი რაღაცა, მოსათმენი, ხო, შენ თავთან ეს ან შენ თავთან მოაგვარე და გაასუფთავე ეს ემოცია, თუ არ გინდა რომ სხვას რაღაცა პასუხი გასცე, ან მეორე ადამიანთან პასუხი გაეცი მეორე ადამიანს და არ მოითმინო რა. თუნდაც ბავშვებთან მიმართებაში манипуლაცია, ანუ ამ დროს როგორ მოვიქცეთ, აი ამ დროს მქონდა პროვოკაცია. ხო, ბავშვები არიან პროტესტი. ხო, პროტესტი მქონდაო. ბავშვები არიან манипуლატორები, რა თქმა უნდა, მაგალითად, იმიტომ რომ თუ მათ უნდათ რომ მიიღონ, რა ვიცი, გემრიელი შოკოლადი, ან უნდათ რომ რა ვიცი, სადღაც გაუშვა ისი. რაღაცა მიზანი მიაღწიონ ამით, ხო? ან დასაჯონ მშობელი, იმიტომ რომ ის ცუდად მოექცა მათ. ხო, აი რაღაცა მიზანი აქვს რა. ბავშვსაც და უყურეთ თქვენ ამ манипуლაციაში არ უნდა შეხვიდეთ ბავშვთან საერთოდ დაიმახსოვრეთ რომ პატარა ბავშვთან ხო 5 6 4 3 8 7 ნიშნობა ასაკს პატარა ბავშვთან გაცნობიერეთ ერთი რამ რომ თლიანად პასუხისმგებელი თქვენ ხართ დიდი დასრული ადამიანი იქ მომხდარ ამბებზე რაც ბავშვს შეეხება ბავშვს არ აქვს სათანადო პასუხის. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ბავშვის პასუხისმგებლობაა მე რომ ესე გამოვედი წყობილებიდან. აი ეს იყო ესეთი ალქაჯი, ხო?
ვერ ვიტყვით ჩვენ ამას. ან ეს იყო ესეთი მანიპულატორი, ანუ ამან იმოქმედა ესე ჩემზე. არა, თქვენი პასუხისგებლობა ყოველთვის არის, რომ თქვენს ემოციებს ფლობდეთ ბავშვებთან მიმართებაში. თქვენი პასუხისმგებლობაა, რა მოხდება თქვენსა და ბავშვს შორის. პირველი, თქვენ უნდა ამოიცნოთ რა უნდა ბავშვს. თუ უნდა უწყინარი რამ, ხო? ის რასაც სხვა ხერხებით ვერ მოგიდგა, ნახეთ და ცდილს ასე მოგიდგეს. ანუ თავარი რა არის? არს იდეა. გაარკვიეთ რა სურს, რატო მანიპულირებს ადამიანი. რა უნდა? ეს არის მთავარი. მე იღებ გადაწყვეტილებას რა გააკეთო. ხვდებით? აი გაგება მაგალითად, აი თუ კი მიუხვდი ბავშვს რა უნდა და ეხლა რატო მანიპულირებს, ხო? უთხარი ის რაღაცა. შვილო, შენ ეხლა ესა და ეს გინდა? ეს და ეს ხომ არ გინდა? ეტყვი. და ის ბავშვი, რომელიც ჩახლართულად ცდილობდა რაღაც ის მიიღებას, უცეფეუბნებიან, რომ გინდა, ეს გინდა, მოგცემთ. და უკვე ბავშვი დანახულია, ბავშვი დაინახეს, აღიარებულია და ბავშვი უკვე კარგად გრძნობს თავს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში დამნაშავედ არ აგზნობინოთ თავი. საერთოდ მოერიდეთ ბავშვებთან დამნაშავედ აგზნობინოთ მას თავი. შემანიპულატორო, გაიძვერა, არ ვიცი, მანიპულატორო, აი ნახე როგორ იქცევა ეს და ბავშვი დამნაშავედ გზოვზო და არც იცის რის გამო ვერ ხვდება. არ აქვს ამდენი გონება ასე რომ თქვათ რა, ანუ მიხვედრა. არაცნობიერია ბავშვი, ხო, მერე ვითარდება ეს ცენტრი, ეს ჭკვიანი ცენტრი, ხო, რომ ჩვენ თავები რომ ჭკვიანები მგონია უფროსებს, ხო, დასრულებს, ხო? ამიტომ ბავშვებთან ვართ ჩვენი პასუხისმგებლობით ვუდგებით. დამაკარგვინა მან წყობილება და თუ არის გამოვედი წყობილებიდან, ეგეთი რამე არ არის ნორმალი. კი, რა თქმა უნდა, ყველა ვიღლებით, ყველა დედები განსაკუთრებით, ნუ ოკეი, მაგრამ იცოდე რომ ეგ შენი სიზუსტეა და უნდა მოაგვარო. ეხლა მე დღეს მინდოდა რომ ეჭვიანობაზეც მე საუბრა ძალიან საინტერესოდ და მოდი იცით რა, რომ ძალიან არ გაგრძელდეს ჩვენი ლაივი, ხო? და არ იყოს ვრცელი და მოსაწყენი, მოდი ეჭვიანობაზე გადავდოთ და გავაკეთოთ რამდენიმე დღეში. რა სიტყვით. იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ჩავეტევით და ძალიან საინტერესოდ ვისაუბროთ ეჭვიან ადამიანებზეც და იქ რა ხდება ეჭვიან ადამიანებთან რა ხდება და რატო ეჭვიანობენ და როგორ მივუდგეთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამაზე ვისაუბროთ, აბა რა სიტყვით, ღრმად ვისაუბროთ, ასე რომ ვთქვათ. ხო, დიდი მადლობა რომ ჩემთან იყავით. მისმენდით. თუ კი კითხვები გაგიჩნდებათ, ხო, იმიტომ რომ რაღაცა გააღვიძებდა თქვენში სხვადასხვა საკითხებს, ხო? აი ამ საკითხებზე დამიწერეთ კომენტარები, ან პირადში მომწერეთ, როგორც გინდათ, ხო? აი გიპასუხებთ, ხო? გავხსნათ თემა, თუ კი მოგინდებათ. კარგი გოგო ხარო. მადლობა, კეთი. ხო? და დამიწერეთ კომენტარები, თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, ისიამოვნეთ, გააზიარეთ, ამით მე დამეხმარებით და ჩემს გვერდს და დიდი მადლობა, ბედნიერი საღამო და აუცილებლად დავაანონსებ ეჭვიანობაზე, როდის ვისაუბრებ, ხო? და თუ გაინტერესებს ეგ თემა, ეჭვიანობის თემა, ვინც მერეც მოусმეთ ამ ვიდეოს, იმათმაც დამიწერეთ, რომ კი გაინტერესებს. გაინტერესებს ეჭვიანობა. ან ერთიანები დამიწერეთ და მივხვდები, რომ თქვენ თანახმახართ ეჭვიანობაზე ვისაუბროთ. მოკლედ, დიდი მადლობა. სიამოვნებით ჩაგერთვებითო მომდევნო ლაივზეცო. ძალიან დიდი მადლობა. მაია გოგოლიშვილი, ხო? დაგიმახსოვრებთ. და აბა დროებით.